დედაქალაქის მერმა მთავრობის ხდომაზე მომავალი წლის უპრეცედენტოდ გაზრდილ ბიუჯეტზე ისაუბრა. თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონი ლარია. კახაკალაძეს თქმით 2025 წელს კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცის შექმნა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47 წლის თავს 47 წლის წინ სვეტი ცხოვლის ტაძარში მან ქართველ ხალხს მისცა პირობა რომ საკუთარი ხრებით ზიდავდა პატრიარქის უმძიმეს და საპატიო მოვალეობას, რასაც პირნათლად ასრულებს. ძალიან დიდია ილია მეორეს ღვაწლი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებასა და ქვეყნის განვითარებაში, რისთვისაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდი სიყვარულით, პატივისცემით, მადლობას ვუხდით მათ. უსურვებ მის უწმინდესობას, ღეგრძელობას, ჯანმრთელობას, დიდხან სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ახლა რაც შეეხება დედაქალაქის თემებს და საკითხებს, თქვენ იცით რომ გუშინ ჩვენ კონდა შეხვედრა საკრებულოში, სადაც საკრებულოს და თბილისის მოსახლეობას ჩავაბარეთ ანგარიში თუ რა გაკეთდა 2024 წელს, რა პროექტები განხორციელდა. შემიძლია გითხრათ, რომ მართლაც შთამბეჭდავი იყო თბილისისთვის 2024 წელი, ბევრი მნიშვნელოვანი სამუშაო იქნა ჩატარებული, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა ცხადია, არსებობს პრობლემები, არსებობს გამოწვევები, რასაც ჭირდება შესაბამისი პასუხი. ჩვენ მზად ვართ ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს და ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რომელიც არის დედაქალაქის წინაშე ეტაპობრივად იყოს დაძლეული. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით თბილისის საკრებულოს თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადო თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის. გუშინ დამტკიცდა დედაქალაქის ბიუჯეტი, 2025 წლის ბიუჯეტი, რომელიც განისაზღვრა საკმაოდ მოცულობითია 2 მილიარდ 455 მილიონი ლარი. მე მინდა გავიხსენო, როდესაც პირველად 2017 წელს თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია დედაქალაქის მერად, 2018 წლის ბიუჯეტი განსაზღვრული იყო დაახლოებით 800 მილიონზე ცოტა მეტი იყო. და თქვენ ხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება თბილისის ბიუჯეტი, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი პროექტები და უფრო მეტი კარგი საქმეები ვაკეთოთ ჩვენი ქალაქისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა ვხედავთ და ვაცნობიერებთ ასევე გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ რჩება ქალაქში და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი მხრიდან იყოს შესაბამისი პასუხები ამ პრობლემებზე და გამოწვევებზე. 2025 წლის ბიუჯეტით მიმართულია პრიორიტეტული საკითხების გადაჭრაზე, რაც ქალაქს კიდევ უფრო განავითარებს, დაამშვენებს, კომფორტულს გახდის. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ჩვენ ცოტა მოგვიანებით კიდევ უფრო დეტალურად საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას თუ რა პროექტების განხორციელება იგეგმება 2025 წლისთვის. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა 2025 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს. მე გუშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, ყოველთვის გვერდით დაუდგებით იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ ჭირდება ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა. არავინ არ დარჩება პრობლემების პირისპირ, მაქსიმალურად იქნება მხარდაჭერილი ის ადამიანები და ოჯახები, ვისაც ჭირდება ჯერ კიდევ ჩვენი მხრიდან თანადგომა. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერას, რაც ჩვენ გვაძლევდა და გვაძლევს საშუალებას ყოველწლიურად მეტი გაკეთდეს ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის. რაც შეეხება ზოგადად ბიუჯეტს, რა თქმა უნდა, წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა კიდევ გაიზარდოს აღნიშნული ბიუჯეტი, რომელიც არის დამტკიცებული, რაც მოგცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ მეტი პროექტები დავამატოთ და მეტი პროგრამები განვახორციელოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი იქნება
კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცის შექმნის, მეტი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, მეტი კეთილმოწყობილი სივრცეებისა და ყველა იმ ადამიანის თანადგომის წელი, რომელსაც განსაკუთრებით დაჭირდება მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა. მინდა წარმატება უსურვო ჩვენს ქალაქს, თბილისის მთავრობას და მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს ამ საქმიანობაში. თითოეული ჩვენი თანამშრომლის როლი არის განსაკუთრებული, შეიძლება ყოველდღიურად მე უფრო მეტად ვჩამდე, უფრო მეტად მიწევდეს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მედიასთან, მაგრამ ჩემს უკან დგას 30,000-მდე, 32,000-მდე ადამიანი, ვინც ერთგულად ემსახურება ჩვენს დედაქალაქს, ემსახურება ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს და რა თქმა უნდა, ამ ადამიანების დამსახურება ის გაკეთებული პროექტები და კარგი საქმეები, რაც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა თბილისში. მინდა ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია ერთ ძალიან კარგ და მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით, ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი აშენდა. თქვენ იცით, რომ ეს არის სერიოზული გამოწვევა ზოგადად აღნიშნული მიმართულება, ამიტომ ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული და ვდგავთ კონკრეტულ ნაბიჯებს ცივილურად თანამედროვედ, რაც მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნული მიმართულება იყოს დარეგულირებული. ცენტრი უკვე მზად არის მოემსახუროს დედაქალაქს 24 საათის განმავლობაში. აღნიშნული პროექტის საშუალებას მოგცემს უფრო მეტი ცხოველი გადავიყვანოთ თავშესაფარში სტერილიზაცია კასტრაციის მიზნით, რაც როგორც მოგეხსენებათ, სოფლიოში აპრობირებული ერთადერთი ყველაზე ეფექტური და ჰუმანური მეთოდია ქუჩის ბინადარი ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად. პროექტის ფარგლებში მოეწყო და სრულად აღიჭურვა ინდივიდუალური ბოილერები, ლაბორატორია, საოპერაციო ბლოკი, პოსტოპერაციული სივრცე და სხვა საჭირო და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. ასევე აღსანიშნავია, რომ ახალი ცენტრი იზოლირებულია არსებული თავშესაფრის შენობისგან და იქ ცხოველების გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაცია კასტრაციის მიზნით მოხდება, რაც დაავადებების მართვის ეფექტურობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ ნაბიჯების გადადგმა და ამ ტიპის პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც ზოგადად ქალაქში გვაქვს ამ მიმართულებით და უამრავ ადამიანს აწუხებს. მინდა შევეხო ასევე ერთ მნიშვნელოვან თემას. დაახლოებით წლინახევრის წინ დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი რეფორმის განხორციელება, რომელიც ემსახურებოდა და ემსახურება დედაქალაქში მოძრაობის გარკვეულწილად განტვირთვას, რაც გამომდინარეობდა არაგაბარიტული მანქანების მოძრაობით პიკის საათებში და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღის განმავლობაში, დროის გარკვეულ მონაკვეთებში შეგვეზღუდა ეს დიდი გაბარიტული ავტომობილები. იყო საუბარი 8 საათიდან 11 საათამდე დილის პიკის საათებში და საღამოს 5-დან 8 საათამდე. დილით 8-დან 11-მდე და საღამოს 5-დან 8-მდე. აქ საუბარი იყო N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აკრძალვაზე, ანუ ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება იზღუდებოდა, თუმცა ჰქონდა გარკვეული გამონაკლისები დაშვებული. ესე იგი, რეგულაციების მიღების დროს ჩვენ ბიზნესთან ჰქონდა ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, ძალიან ბევრი შეხვედრა გაიმართა, შეხვედრები იყო ბიზნეს ასოციაციაში, ცალკეულ სექტორის წარმომადგენლებთან, როგორც მაგალითად მშენებლობა, ტურიზმი, მათ შორის ერთ-ერთ გამონაკლისად ჩვენ დავადგინეთ დისტრიბუციის მანქანები და მათ მივეცით 8 თვიანი შეღავათი. მთელი ამ ხნის განმავლობაში სადისტრიბუციო მანქანებს აღნიშნული შეზღუდვა არ ეხებოდა. ისინი ჩვეულებრივად იმ პიკის საათებში, სადაც შეზღუდული იყო დიდი გაბარიტული მანქანების გადაადგილება 8-დან დილის 8-დან 11-მდე და საღამოს 5-დან 8 საათამდე, სადისტრიბუციო მანქანებს ეს არ ეხებოდა 8 თვის განმავლობაში, თუმცა შემდეგ ეს უბრალოდ იმისთვის მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ მოეხდინათ გადაწყობა და ადაპტირება. ამის შემდეგ მათ მივეცით შესაძლებლობა, რომ კიდე 4 თვე გაგვეხანგრძლივებინა ეს შეღავათები და თქვენ როგორც იცით 1 იანვრიდან უკვე რა თქმა უნდა ისინიც მოყვებიან აღნიშნულ შეზღუდვაში
აქ საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებზე, უბრალოდ წარმოდგენა რო კონდეს საზოგადოებას, რაზეა საუბარი, აი ასეთი ტიპის დიდი გაბარიტების მქონე მანქანები ამათაც სადისტრიბუციო მანქანებსაც შეეზღუდებათ გადაადგილება მხოლოდ და მხოლოდ პიკის საათებში, დილის 8 საათიდან 11 საათამდე და საღამოს 5 საათიდან 8 საათამდე. დღის ნებისმიერ მონაკვეთში ან ღამის საათებში ნებისმიერ დროს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება, მოძრაობა და დისტრიბუციის განხორციელება. კიდევ ერთხელ განმარტავთ, რომ შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ დილის 8 საათიდან 11 საათამდე და საღამოს 5 საათიდან 8 საათამდე, რა დროსაც დედაქალაქში არის უფრო დიდი სატრანსპორტო ნაკადები, დღე-ღამის დანარჩენ მონაკვეთში არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული და არც იგეგმება რაიმე ახალი შეზღუდვის დაწესება ნებისმიერ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ გადაადგილება გარდა ამ მოცემული საათებისა. ასე რომ ჩვენ ვიცით არსებობს პრობლემა გადაადგილების თვალსაზრისით განსაკუთრებით პიკის საათებში და რა თქმა უნდა ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ და უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, როგორც სხვა თუნდაც ნებისმიერ განვითარებულ ევროპულ დიდ ქალაქებში არის და დარწმუნებული ვართ, რომ ეს გარკვეულწილად წაადგება და გამოასწორებს მდგომარეობას, თუმცა ამასთან ერთად სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიებები არის დაგეგმილი, ბევრი პროექტები ხორციელდება, თუნდაც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, თუნდაც ჭკვიანი შუქნიშნები, რომელიც 2026 წლისთვის პროექტის განხორციელება მთლიანად უნდა დამთავრდეს, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ასე შემდეგ, კონკრეტული კვანძების გადაწყობა, მოდერნიზება, რაც საბოლოო ჯამში მოგცემს შესაძლებლობას, რომ გარკვეულწილად მოხდეს განტვირთვა მოძრაობის. თუ ნახავთ სტატისტიკასაც, ძალიან თვალსაჩინოა ის თუ როგორ იზრდება წლების განმავლობაში კერძო ავტომობილების იმპორტი საქართველოში. რა თქმა უნდა, პარალელურად ჩვენ ვახდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი როგორც მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი უნდა იყოს ყველაზე სწრაფი და არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნას გადაადგილების თვალსაზრისით, ამიტომ სადაც შესაძლებელია და სადაც კვლევები გვაძლევს ამის საშუალებას, ვაკეთებთ საავტობუსო ზოლებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს თავისუფლად შესაძლებელი. შემდეგი თემა. თქვენ იცით, რომ ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას დედაქალაქში წარმოადგენდა კოოპერატიული ბინამჩვენებლობით დაუსრულებლად დაზარალებული პირების საკითხი. ეს პრობლემა ათეულობით წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემა იყო და ვერავინ ვერ მოახერხა ამ საკითხის მოგვარება იმ ადამიანებისთვის და ოჯახებისთვის, ვინც მართლაც ათეული წლები ელოდებოდა საკუთარ საცხოვრებელს. ჩვენ 2017 წელს წინასაარჩევნოდ დავპირდით მოსახლეობას, რომ ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებდით. აქ საუბარია 3500-მდე ადამიანზე, ოჯახზე და დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. დღეს მდგომარეობით შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია 2500-მდე პირი დაკმაყოფილებულია. ზოგიერთ მათგანს უკვე გადაცემული აქვს ბინები, საცხოვრებელი, სადაც მშენებლობა დასრულებულია. ზოგიერთი მათგანის ბინები თვითუშუალოდ მშენებლობის პროცესშია. მინდა ასევე მიმართო ყველა იმ ოჯახს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ არ მოუმართავს მუნიციპალიტეტისთვის, რომ იაქტიურეთ, მეგობრებო, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ, ხელი შეგიწყოთ და მაქსიმალურად ყველა ის პირი და ის ოჯახი, ვინც დგას ამ პრობლემის წინაშე, დავასრულოთ ერთხელ და სამუდამოდ ის თქვენი პრობლემა და ყველანაირად მოვაწესრიგოთ, გადმოგცეთ საცხოვრებელი ფართები, ასე რომ იაქტიურეთ. და დასასრულს მინდა თქვენ იცით, რომ წელს ეს ბოლო ჩვენი მთავრობის სხდომა არის, მინდა დამდეგი ახალი წელი მიულოცო მთელ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, მინდა მიულოცო ჩვენს საყვარელ თბილისელებს, ისურვებთ პირველ რიგში მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას, სიმშვიდეს, ჯანმრთელობას, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია
და ყოველივე საუკეთესოს. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით. მადლობა გადაუხადო მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, ვინც მთელი ამ წლის განმავლობაში პატიოსნად, პროფესიონალურად, ღირსეულად ემსახურა თბილისელებს, ემსახურა ჩვენს ქალაქს. მინდა ასევე მადლობა გადაუხადო მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც გვეხმარებიან იმაში, რომ გავაშუქოთ ის განხორციელებული პროექტები, სიკეთეები, რაც კეთდება ჩვენი ქალაქისთვის, ასევე ვისაუბროთ გამოწვევებზე, არც ამას ვერ იდებით, პრობლემებზე, რაც დედაქალაქში გვაქვს და ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ ზოგადად საზოგადოებას. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, ისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას და დარწმუნებული ვარ 2025 წელი ჩვენი ქვეყნისთვის იქნება კიდევ უფრო მეტი გამარჯვებების მომტანი. ყველას მინდა მშვიდობა გისურვოთ, წარმატებები და მინდა ერთი რაღაც გითხრათ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად, ისე როგორც თითოეულ ქართველს გაუხარდება, ჩვენი ქვეყანა განვითარდება, ქვეყანაში იქნება მშვიდობა, ქვეყანა წინწავა, გვექნება ეკონომიკური კეთილდღეობა და რა თქმა უნდა, ეს კეთილდღეობა შევა თითოეულ ოჯახში. ეს რისი თქვენს მინდოდა, ახლა შეგვიძლიათ უკვე გადავიდეთ დღესასრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე და გადაწყვეტილებების მიღებას.